ქალაქ მარნეულში, თბილისისა და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლები გზისა და სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მათივე თქმით, ეს პრობლემები რამდენიმე წელია არსებობს და დაპირებების მიუხედავად ჯერჯერობით არ მოგვარებულა. ადგილობრივები შესაბამისი უწყებებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ძალიან ვწვალობთ, ბავშვი ყოველდღე რამდენიმე ტანსაცმელს იცვლის, იმის გამო რომ ამ გზის გავლის შემდეგ ისვრება. შემდეგ ამ ტანსაცმელს ვრეცხავთ ხელით და გვიწევს უამრავი ქიმიური საშუალებების გამოყენება. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გვირთულდება ვითარება. ყველაფერს დაგვკვირდნენ, იმედი მოგცეს, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ბევრს არაფერს ვითხოვთ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ სახლები აგვიშენონ ან სხვა, მხოლოდ გვინდა რომ გზები მოწესრიგდეს. მარნეულში ვცხოვრობთ და ამ დღეში არის ჩვენი გზები. როგორც საჭიროა, ისე არ აგებენ გზის საფარს. აგებენ და 2-3 კვირაში ისევ ზიანდება. ბავშვი ყოველდღე იფლობა ტალახში. დღეს ქალს საკუთარი შვილი გადაჰყავდა და წაიქცა. ზოგჯერ მეზობელი გვეხმარება ბავშვის გადაყვანა-გადმოყვანაში. ნახევარი თვეა ასეთ მდგომარეობაში ვართ. წყალზეც პრობლემა გვაქვს. ზაფხულში საერთოდ ვერ ვსარგებლობთ წყლით. გზები 7 წელია ამ მდგომარეობაშია. დედა 75 წლისაა და გარეთ ვერ გადის, იმიტომ რომ ტალახში იფლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის ცენტრს დავუკავშირდით. ორგანიზაციის ცნობით, თბილისისა და ლერმონტოვის ქუჩების წყლის პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური მომართვა არ მიუღიათ. მათი თქმით, ლერმონტოვის ქუჩაზე მხოლოდ ტექნიკური შეფერხება მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. არსებული ცნობით, სამუშაოები დღეს 19 საათამდე დასრულდება, რის შემდეგაც წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში ჩადგება. სოციალური დახმარებით ვსარგებლობ და მხოლოდ ეს მაქვს შემოსავალი, მაგრამ მაინც ძალიან ვწვალობთ. წყალი ზაფხულში არ გვაქვს და ვერც ვერაფერს ვერეცხავ. აქედან იქიდან მოვგვაქვს წყალი და არ ყოფნის ცხადია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში უარესდება. მათივე თქმით, გზა გაუვალი ხდება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე მძღოლებისთვისაც. მშობლები კი აცხადებენ, რომ დაზიანებული გზის გამო შვილების სკოლაში მიყვანა უჭირთ. მე მძღოლი ვარ, ვერ გადავდივარ ხოლმე გზას, ხან მანქანა მიზიანდება, ხან რა. ქალებიც ვერ გადადიან, ასე ვწვალობთ ამ გზის პრობლემის გამო. გზა არის სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი, ბავშვები ვერ გადადიან, სკოლაში ვერ მიდიან. წყალი და ტალახი სახლში შემოდის დაზიანებული გზის გამო. სახლის უკანა ნაწილი დაზიანებული გზის გამო დატბორილია. სახლი წყლით ივსება თითქმის. ზაფხულში საერთოდ ვერ ვსარგებლობთ წყლით. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გზები რამდენიმე წელია გადათხრილია. 2020 წელს წყლის გაყვანის მიზნით გზები ამოთხარეს. შემდეგ თავი დაანებეს და სამუშაოები ასევე დარჩა. მაგ დროიდან ასეა. ახლა კი ისევ დაიწყეს წყლის პროექტის განხორციელება და უარეს ვითარებაში ჩააგდეს გზები. მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე გზის პრობლემასთან დაკავშირებით საინფორმაციო პორტალ აქტუალჯისთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის განახლების პროექტი მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგეგმება დაზიანებული გზების აღდგენა და მოწესრიგება. სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება. არის ქუჩები დაზიანებული. მშენებელი კომპანიასთან შევთანხმდით, ფაქტობრივად თვითონ მშენებელი კომპანია დაარჩენს იმდენი გზას, რამდენი კვადრატით უნდა გააგოს, ნაწილი დავაგებ ჩვენ. როგორც კი დასრულდება პროექტი, ხისიერად დავუწევთ ქუჩების მოწესრიგება. პროექტები გვაქვს, თანხაც გვაქვს, თუ მოწესრიგება რა ვქნათ ახლა, როცა ხდება სამშენებლო სამუშაო და ეს სამუშაო არის გზაზე, უყურებლობა გზის გადახრას და შემდეგ ისევ იმის მოწესრიგებას არის გარკვეული დისკომფორტი და ყველა ჩვენიანი ამინდია თუ ლოკაციები სადაც ზიანდება ქუჩები შეგვაქვს ქრიშა ორგი და ვაწესრიგებთ და რა ვიცი არის გარკვეული დისკომფორტი დისკომფორტი თუმცა დაკვირვების პროცესშია უკვე ეს პროექტი და დასრულდება და ამ დღესაც დავასრულებთ.